მოგესალმებით. ეს ციგნების თაროა, მე ალექსანდრე ლორკიფაინძე ვარ და დღეს უნდა ვითამაშოთ ციგნების თაროს 22 სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის თამაში, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბრაზილია და მერფის კანონი. სალამი მეგობრებო. როგორ ახართ? კარგად, თავად? არა მიშავს მეც მშვენივრად ვარ ორი ორგზის გამარჯვებული გუნდი დგას ჩემს წინ, ახლა შემიძლია ეს ვთქვა თამამად და რომელიღაცა გახდება სამგზის გამარჯვებული, იმიტომ რომ ეს თამაში გამოავლენს ქვეჯგუფში ვინ გავა პირველ ადგილზე, სხვა მხრივ თითქმის ყველაფერი გარკვეულია უკვე, იმიტომ რომ ორივე გუნდი მოხვდა მეოთხედ ფინალში, მაგრამ მნიშვნელოვანია გავიგოთ ვინ გავა პირველი ადგილით, ვინ მეორე ადგილით და ეს განსაზღვრავს მერე მეტოქეთა ვინაობასაც, ხო, აქედან გამომდინარე. ამიტომ წარმატებებს გისურვებთ დღევანდელ თამაში, თქვენი მაქსიმუმი აჩვენეთ და მიიღეთ სასურველი შედეგი. ასევე გასამხნევებლად გეტყვით, რომ თამაშის ბოლოს ჩვენი პარტნიორისგან, გამომცემლობა ინტელექტისგან მიიღებთ წიგნის ვაუჩერებს. ასევე თქვენს შეგახსენებთ და მაყურებელსაც ვეთქვი, რომ ტრადიციულად ჩვენი სეზონის პარტნიორია PSP და იმასაც გეტყვით, რომ მთავარი პრიზიც უცვლელია ჩვენთან და იბრძვით ამ მთავარი პრიზისთვის, რომელიც გახლავთ საზაფხულო სკოლა კემბრიჯში. დავიწყოთ მეგობრებო. დავიწყოთ თამაში წიგნების თარო. პირველი რაუნდი. პერსონაჟი. პერსონაჟი, რომელიც უნდა გამოიცნოთ, მე-19 საუკუნეში გამოჩნდა და ძალიან მნიშვნელოვანი სახეა საკუთარი ქვეყნის ლიტერატურაში. როგორც თავად ავტორი წერს, წიგნის შექმნის ინსპირაცია საბაჟო სახლში მუშაობისას, ისტორიული დოკუმენტებიდან მიიღო. საინტერესოა, რომ ბერძნულიდან გმირის სახელი ითარგმნება როგორც ვარსკვლავი. ერთსაც გეტყვი. მე მითხარი. ჰესტერ პრინი. ეგა. ჰესტერი არის ბერძნულად ვარსკვლავი. ჰესტერ პრინი ვინ არის მაშინ ეგაც? ალისფერი დამღა, ნათანიელ ჰოთორნის. არ ველოდი ამ შეკითხვის ასე მაღალი გამოცნობას. ეს სწორი პასუხია, ეს არის ჰესტერ პრინი, ალისფერი დამღა, ნათანიელ ჰოთორნის, ყველა კითხვაზე მივიღეთ პასუხი გიორგი საინკეძისგან. ნამდვილად ასტრა შეიძლება ითქვას, ჰესტერ არის ვერსია სიტყვისა ასტრა, რომელიც ითარგმნება როგორც ვარსკვლავი. 3-0 ანგარიში. გავაგრძელოთ თამაში. მეორე რაუნდი, ციტატა. ღმერთო ჩემო, ფიქრობდა იგი, რატომ არ მაძლევ რწმენას? დიახ, ავხორცობა, დიახ, მას წმინდა ანტონი და სხვაებიც ებრძოდნენ, მაგრამ არსებობს რწმენა. მათ ჰქონდათ იგი. მე კი ის ზოგჯერ წუთების, საათების, დღეების განმავლობაშიც არ მაქვს. რისთვისაა შექმნილი ეს სამყარო მთელი თავისი მშვენიერებით, თუ იგი ცოდვილია და მასზე უარი უნდა ვთქვათ? მერფის კანონი. განდეგილი ხო არ შეიძლება იყოს? განდეგილი არ არის პასუხი. განდეგილი არ არის პასუხი. ბრაზილიასთვის გავაგრძელებ ციტატის წაკითხვას. ყურადღებით. რატომ შექმენი ეს საცდური? საცდური? განასაცდური არ არის ის, რომ ამ ქვეყნიურ სიხარულს გავურბივარ და რაღაცის შექმნას ვცდილობ იქ, სადაც შესაძლოა არაფერიც არ არის. ეს რომ გაიფიქრა, შეძრწუნდა და საკუთარი თავი შეზიზღდა. საზიზღარო წმინდანობა გსურს. შეუდგა იგი საკუთარი თავის ლანძღვას და ლოცვაზე გადაერთო. მაგრამ დაიწყო თუ არა, მაშინვე ნათლად წარმოიდგინა თავისი თავი მონასტერში ყოფნისას, არტყუათი, მანტიით, დიდებული იერით. ნარცისი და გოლდმუნდი იყოს. ნარცისი და გოლდმუნდი. გავს სიუჟეტულად, იმიტომ რომ ბოლოსკენ მივასგავსეთ. ნარცისი მგონი ბოლოში არ ანუ ეგრე ამბობს გონი. და გონიათ რომ თან ნარცისიზმის ერთგვარი შეტევა შეიძლება და შეიძლება. საინტერესო ვერსია. ამ ტექსტში ნამდვილად ჩანდა რომ ადამიანი ებრძვის რაღაცნაირად საკუთარ თავს, ხიბლს, ასე ვთქვათ. და გოლდმუნდი კვეთს და დიდ ბრძოლაში იმყოფება.
თუმცა ეს არ არის ნარცისი და გოლდმუნდი, არა. ეს არ არის ერმაჰესეს ნარცისი და გოლდმუნდი, სინამდვილეში კი ეს არის ლევ ტოლსტოის ნაწარმოები, რომელსაც ქვია ახსარება? არა. აღდგომა მაშინ? ივან ილჩის სიკვდილია? არა. გაწვალოთ კიდე? აბა კიდე ვერსიები არა. ახლა ომიდო მშვიდობას არ გავს. ლევ ტოლსტოი გითხარით? ჰაჯი მურატია? არა? ომიდო მშვიდობა? ახსარება არ არისო, რაღაცა გიცნობ. კაი, სანამ ტოლსტოის შემოქმედებასაც გავცდით და გავედით უფრო ფართოდ. ეს არის მამა სერგი მეგობრებო, მამა სერგი. მამა სერგი უნდა დაგვესახელებინა. არა უშავს, რა თქმა უნდა, გავაგრძელოთ მესამე რაუნდი, დოკუმენტური. გამოიცანით ნაწარმოები, რომელიც საკუთარი ქვეყნისთვის გამორჩეულ მწერალს ეკუთვნის. თავდაპირველად იგი მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში სერიულად იბეჭდებოდა ყოველთვიურ ლიტერატურულ ჟურნალში. ხოლო ცალკე წიგნად 1932 წელს გამოიცა. ავტორის გარდაცვალების შემდეგ. როგორც ნაშრომის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ, ამ მოგონებების მიზანი მომავალი მკვლევრებისთვის მწერლის ცხოვრებისა და მისი თანამედროვე ეპოქის აღწერის გამარტივებაა. ხზულება ბევრი ავტობიოგრაფიული პასაჟის და ავტორის შეულამაზებელი ენის წყალობით ნათლად გადმოსცემს მე-19 საუკუნის ბოლო 10 წლეულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების ასპექტებს. მათ შორის რუსეთის გავლენას ქართულ კულტურასა და ენაზე, გაღარიბებული თავადაზნაურობის ყოფის კვალ და კვალ. ვერსია არ არის 30 წამი გაქვთ ფიქრისთვის. სამი, 2, 1. ამოიწურა 30 წამი და დამატებითი მინიშნება მოისმინეთ. დამატებით გეტყვით, რომ გამოსაცნობი მოგონებების სათაური მიგვანიშნებს, რომ მოქმედება მთხრობელი მწერლის გარშემო ვითარდება და მკითხველს მისი ცხოვრების მეგზურად აქცევს. მერფის კანონი. არ ვიცი, ჩემი თავგადასავალი შეიძლება. ჩემი თავგადასავალი. დოკუმენტური არ მგონია რამდენად. ეს არ არის სწორი პასუხი. ის არ არის სწორი პასუხი, კარგი ვერსია კი იყო. გავაგრძელებ შეკითხვას დამატებით მინიშნებას ბრაზილიასთვის. ნაწარმოებში გადმოცემულია მწერლის გატარებული ბავშვობა მის დედულეთში, სოფელ ხომულში, სწავლა კიევში, სამხედრო სამსახური ბათუმში და ზოგადად მისი შემოქმედად ჩამოყალიბების პროცესი. კი. დავით კლდიაშვილის? გისმენთ? 3. დავით კლდიაშვილის? დავით კლდიაშვილის? ჩემი ამბავი დავარქვა? ჩემი ამბავი. ჩემი ამბავი. თქვათ. არა თავგადასავალი, არამედ ამბავი. თქვათ. არც ეს არის სწორი პასუხი. არც ეს არის სწორი. ან სერგო ან დავითი რა. ჩემი გამოიცანით ორივე. რა თქმა უნდა. ბავშვობა? ეს ადამიანი ნამდვილად დავით კლდიაშვილია. დავით კლდიაშვილის მემუარებს ეწოდება ჩემი ცხოვრების გზაზე. მეგზურად აქცევსო ამაზე იყო მინიშნული. ჩემი ცხოვრების გზაზე. მე-4 რაუნდი. სხვადასხვა. გამოიცანით ტოპონიმი, რომელიც ევროპაში ორი მდინარის შესართავზე მდებარეობს და საკუთარ ქვეყანაში უდიდესია. მის საწყისებს მივყავართ კელტებამდე, რომელთაც დააარსეს დასახლება სინგიდუნუმი. აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე ხალხი პალეოლითისა და მეზოლითის ეპოქაშიც სახლობდა, რაც ადგილს ევროპაში ერთ-ერთ უძველესად აქცევს. სახელი, რომლითაც ჩვენ ამ ტოპონიმს ვიცნობთ, პირველად 848 წლის წყაროშია მოხსენიებული. საგულისხმოა, რომ საუკუნეების განმავლობაში იგი 40 ჯერ დაიპყრეს. 38 ჯერ კი ფერფლიდან თავიდან ააგეს. ტერიტორია დაახლოებით 4 საუკუნე ბრძოლის ველს წარმოადგენდა ბიზანტიელებს
ბულგარელებსა და უნგრელებს შორის. მერფის კანონი? ფიქრობ ბელგრადი შეიძლება იყოს. ბელგრადი. სწორად ფიქრობ გიორგი ვიდაგიჩა. ეს არის ბელგრადი. მილორად პავიჩთან მივდიოდით უახლოვდებოდა. კი ბატონო, ბელგრადის ბიოგრაფია და ჩვენც მოგიყევით ბელგრადის ბიოგრაფია ერთგვარად. ეს არის 3 ქულა მერფის კანონის აქტივში და 3-3 ხდება ანგარიში მეოთხე რაუნდის შემდეგ გაათანაბრა მერფის კანონმა და აი ზუსტად ასეთი თანაბარი ანგარიშით მოდით ახლა შემეცნებითი ვიდეო რგოლი ვნახოთ და გავაგრძელოთ უკვე შემდეგი რაუნდები. ლევ ტოლსტოი მამა სერგის მე-19 საუკუნის ბოლოს წერს. მკითხველი მას 1911 წელს ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოცემისას ეცნობა. ნაწარმოები პირდაპირ ასახავს თავად მწერლის მძიმე სულიერ კრიზისს, მის ბრძოლას საკუთარ ეგოსთან, ვნებებთან და დაპირისპირებას ეკლესიასთან. რუსეთის ეკლესია მოთხრობას მათ წინააღმდეგ მიმართულ შეურაცხყოფად აღიქვამს, რაც კიდევ უფრო ამწოვებს ტოლსტოის ეკლესიიდან განკვეთის პროცესს. ლიტერატურათმცოდნეები მამა სერგის ტოლსტოის გვიანდელი შემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო ფსიქოლოგიურ შედევრად მიიჩნევენ. მოთხრობის მიხედვით გადაღებულია რამდენიმე ცნობილი ეკრანიზაცია, მათ შორის 1918 წლის საკულტო მუნჯი ფილმი და 1978 წლის საბჭოთა ადაპტაცია. გრძელდება წიგნების თარო, გრძელდება შემდეგი რაუნდით, რა თქმა უნდა, მეხუთე რაუნდი, ვიდეო შეკითხვა. გამარჯობა, მე ვარ ანანა და თქვენთან მაქვს კითხვა. თქვენ მოგიწევთ დაასახელოთ ნაშრომი, რომელიც მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში შეიქმნა. წიგნის ავტორი გერმანული რომანტიზმის ჟანრთან დაახლოების აშკარა გამოვლინებას წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ წიგნის თავდაპირველი ვარიანტი ავტორმა გადასახლებამდე დაწერა. დაბრუნების შემდეგ კი ახლებურად გადაამუშავა და არაერთი რამ ჩაასწორა, მათ შორის ქვესათაური, პეტერბურგული პოემა. ერთ-ერთმა კრიტიკოსმა რომანს გოგოლის ცხვირის უნიკალური ლიტერატურული უარყოფა უწოდა. ვლადიმერ ნაბოკოვი კი წიგნს შინელის პაროდიად თვლიდა. მიუხედავად ამისა, მწერლის შემოქმედებაში საუკეთესოდ მიაჩნდა. ნაწარმოები პროტაგონისტის იდენტობის ძიებაზეა ფოკუსირებული და მოგვითხრობს პეტერბურგელ დაბალი კლასის ბიუროკრატ კაცზე, რომელიც ერთხელ სახლისკენ მიმავალ გზაზე თავის მსგავს ადამიანს დაყრდნობა. ჩვენ ვართ ხო? ორეული. ხო. დოსტოევსკის. ხო? დოსტოევსკის. განსაკუთრებული იყო კაცო იმაში, მაჯის რო იყო რევოლუციის გამო იყო ბრალდებული. სად იყო? კატორღაში. კატორღაში იყო სადღაც აღარ მახსოვს ზუსტად. თუ არ მეტყვით ვერ ჩაგიხდით ამ პასუხს მაშინ. შვეიცარიაში ხო? შაშვილის. ეს არის ორეული, ეს არის პასუხია, რა თქმა უნდა, ფიოდორ დოსტოევსკის ორეული არის ეს ნაწარმოები, რომელშიც უეცრად თავის მსგავს, ანუ თავის იდენტურ, თავის ორეულს შეხვდება თავარი გმირი და მას შემდეგ ჩავარდება საგონებელში. 6-3. მე-6 რაუნდი. ასოციაცია. თვარე, სიცოცხლე, წყურვილი, გონება, ხილვა, წარესიკვდილი, დატირება, მიჯნურები, დამაშვრალი, ნიკოლოზ ვარდაშვილის მერანი შეიძლება. მერანი. ხო. რაღაც სიტყვები მიამსგავსეთ ან გეცნოთ ალბათ. ხო. არ არის ეს სწორი პასუხი. არ არის ეს სწორი პასუხი. გავაგრძელებ შეკითხვას ბრაზილიასთვის. შეზარება, უცხოდ ყოფნა, ნარგისი, ძვირფასი თვლები, ბაგე, დადაგვა. ტანო. ფიზიკის კი? რუცა, ძოწლაო ბაგეო, ეგა დამდაგეო, ხო ეგა. თხოვთ. აი ბამდე ხა. შეგვისრულეთ და ბონუსი 4 ქულა ჩაგდეთ. თვალს დავავიწყო. დაეხმარეთ, შეგიძლიათ? შეგიძლიათ პროფები გაინაწილოთ. ეს სწორი პასუხია, ეს არის ტანო, რა თქმა უნდა. კარგი. მეოთხე ფინალისტვის გაიხსენეთ, თუ შეიძლება. ტანო, ბესიკის რაღაც სიტყვებიც ალბათ ამიტომ გეცნოთ, რომ ეპოქა, რაღაც განწყობა, რაღაცით შეიძლება მივამსგავსოთ. ანგარიში ხდება შედეგად 9-3. 3 რაუნდი კი სათამაშოა. მე-7 რაუნდი. ავტორი.
გამოიცანით მწერალი, რომელიც ქვეყნიერებას გასული საუკუნის პირველ ნახევარში მოევლინა. მედიცინაზე სწავლის პარალელურად იგი ლექსებსაც წერდა და გამოაქვეყნა პოეტური კრებული, რომელიც მის მანჩურიაში გატარებულ ბავშვობას ეხებოდა. მოზარდობის წლებში რილკესა და ჰაიდეგერის ნაშრომებით იყო მოხიბლული. პაციფისტური პოზიციის გამო კი ადგილობრივ კომუნისტურ პარტიაშიც გაწევრიანდა. შემდგომში იმოგზაურა ევროპაში, სადაც პრაღაში ნახა ფრანც კაფკას სახლი და გაეცნო კარელ ჩაპეკის შემოქმედებას. მისი ნაწარმოებების ძირითადი თემები ადამიანის მიერ არა სხვისი, არამედ საკუთარი სახის შეცნობა და იდენტობის ძიებაა. მას მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის აკუტაგავას პრემია. მერფის კანონი. ჰარუკი მურაკა. ჰარუკი მურაკამი. ჰარუკი მურაკამი არ არის სწორი პასუხი. არ არის. ხოჭაღრომ გარისკე, იმიტომ რომ მე მგონი ბრაზილიაც აპირებდა დაჭერას, მაგრამ ეხა მოისმენენ ალბათ ბოლომდე შეკითხვას. წერლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი მოგვითხრობს მასწავლებელზე, რომელიც პატარა სოფელში ჩადის. კობოაბე. კობოაბე. ხო, სხვისი აღნიშნეთ და სახე. ქალი ქვიშაშია მგონი ჩადის მასწავლებელი თუ არა. კი. პროფესორი ჩადის მაგრამ. ანუ სხვისი სახეებზე ახსენებთ და სხვისი, არამედ საკუთარი სახის შეცნობა. კობოაბე არის სხვისი. ეს არის კობოაბე, სწორია ნამდვილად. კობოაბე. სწორედ ქალი ქვიშაშია ნაწარმოები, რომელშიც ჩადის პატარა სოფელში და ჩადის. შეიძლება ითქვას. სიღრმე ქვიშაში. გავაგრძელოთ თამაში მერვე რაუნდი, ეკრანიზაცია. აჭერს მერფის კანონი. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ იქ სადაც მღერიან კიბორჩხალები, ან კიბორჩხალები მღერიან. იქ სადაც კიბორჩხალები მღერიან, ხო? არის ასეთი დაახლოებით ტბის ნაწარმოები ნამდვილად, მაგრამ ეს არ არის მაგ ნაწარმოების ეკრანიზაცია, სამწუხაროდ. ეს არ არის სწორი პასუხი. ეკრანიზაცია კი ამ კადრით სრულდება. ვიფიქროთ, ხო? ამიტომ ვერსია თუ არ არის 30 წამი იფიქრეთ. კაი, ესე ორი შეფარებული მიდის, ხო? და ანუ რაღაცა თანამედროვე აიდენტ მუსიკაზე ეკეთებს. ნიკიტა ნოროსი უსასრულო პლეილისტი ხო არა? ის ხო არა? ან პლეილისტი საიდუმლო ხო არა? შევალყოფის არის. პლეილისტი რომ მზარგონია და ნიკიტა ნორა? გაუშვი. ამაი. გაუშვი არის პარი. არა, არა. კაი, მაშინ ისა კიდე ხო არა, გადაღებული ამ მუსიკაზე რაცაა. რა მუსიკა? კაი, გაუშვი მაშინ. აბა რას უშვებთ? ვერსიის დონეზე იყოს ნიკიტა ნორას უსასრულო პლეილისტი. არ არის ეს სწორი პასუხი. ვიცით რომ არ არის. ზოგადად მეგოთქვა. არ არის ეს სწორი პასუხი. ხო. ესეთი წერალი თუ გსმენიათ, ჯენიფერ ნიუენი. ხო, ეგა. ადგილი. კი. ყველა ნათელი ადგილი არის სწორი პასუხი, რომელზეც მიიღებდით სამ ქულას ჯენიფერ ნიუენის ნაწარმოებს ქვია. ასე და, ეკრანიზაციით უფრო ცნობილი გახდა ეს ნაწარმოები შემდგომში. შედეგად ანგარიში არ შეიცვალა, 12-3-ია, კვლავაც და ბოლო რაუნდში ვეცდებით ქულების მოპოვებას. ნაწარმოების რაუნდს წარმოგიდგენთ გამომცემლობა ინტელექტი. მეცხრე რაუნდი, ნაწარმოები.
ნაწარმოები, რომელიც უნდა გამოიცნოთ, გასული საუკუნის შუაში გამოქვეყნდა და კრიტიკოსთა დადებითი შეფასებებით დაიმსახურა. 2004 წელს გამოსაცნობი წიგნი ნომინირებული იყო Retro Hugo's ჯილდოზე. ნაწარმოების გამოცემის შემდეგ The New York Times-მა ავტორი შეადარა Olaf Stapledon's, Clive Lewis-ს და Herbert Wells-ს. წიგნის შექმნის იდეა მწერალმა საკუთარი მოთხრობა ცველი ანგელოზიდან მიიღო. აი, მე რობოტი იყოს. 50 წელს გამოვიდა როგორც მახსოვს. და სხვა რაღაცებში ცოტა. აჰა. გაინტერესოა. სწრაფად გადაწყვიტეთ ღილაკზე ხელის დაჭერა და ცდა. მაგრამ ამ ცდას არ მოყვა ქულები, მინდა გითხრათ, არა. ეს არ არის მე რობოტი. არ არის სწორი და მე შესაბამისად მერფის კანონისთვის გავაგრძელებ ამ შეკითხვას. ყურადღებით. ცველი ანგელოზიდან მიიღო, რომელიც მოგვიანებით რომანად გადააკეთა. საინტერესო რომ სწორედ გამოსაცნობი რომანის გავლენით შეიქმნა Led Zeppelin-ის ალბომ House of the Holy-ს გარეკანი. წიგნი უცხო პლანეტელთა შესახებ შექმნილი ლიტერატურის კლასიკად მიიჩნევა და მოგვითხრობს გონებრივად, ტექნოლოგიურად და სამხედრო აღჭურვილობით კაცობრიობაზე ბევრად განვითარებულ რასაზე, რომელთა კოსმოსური ხომალდებიც დედამიწას მოადგებიან. ვერსია არ არის 30 წამი იფიქრეთ, აბა. აბა გისმენთ. ბავშვობის დასასრული. ეს არის ბავშვობის დასასრული, რა თქმა უნდა, ბავშვობის დასასრული და ყოჩაღრო 30 წამზე რომ გადაწყვიტეთ გარისკვა და 2 ქულა მიიღეთ ამ პასუხის სანაცვლოდ. შედეგად 12-ით 5 გახდა ანგარიში და ბავშვობის დასასრულით დასრულდა ლიტერატურული რაუნდებიც. ეხლა შეგვიძლია ნახოთ ჩვენი ვიდეო რგოლი, მერე კი გავაგრძელებთ ქართული ეტაპით. ამერიკელი მწერალი ჯენიფერ ნივენი 2015 წელს აქვეყნებს წიგნს ყველა ნათელი ადგილი, რომლის შესაქმნელადაც იყენებს ამბავს, რომელიც თავს გადახდა. ჟურნალი The New York Times წიგნის მთავარ გმირებს ახალგაზრდული ლიტერატურის არქეტიპულ ნიმუშებად მოიხსენიებს და მათ Rainbow Rowell-ის ელინორსა და პარკს ადარებს. რომანის მიხედვით მალევე Netflix-ი იღებს ფილმს Elle Fanning-ისა და Justice Smith-ის მონაწილეობით. ნაწარმოების სიღრმისეულად ეხება სიყვარულის, მძიმე ტრავმებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის თემებს. წიგნი გვიყვება ორ მოზარდზე, ვაიოლეტსა და ფინჩზე, რომელთაც სასკოლო პროექტის ფარგლებში ინდიანას შტატის ღირსშესანიშნაობების იგივე ნათელი ადგილების აღმოჩენა და მონახულება მოუწევთ. გრძელდება წიგნების თარო, ქართული ეტაპი გვაქვს წინ, მოემზადეთ მეგობრებო, ყურადღება მოიკრივეთ, პირველი ქართული რაუნდი ისტორია. გამოიცანით ადამიანი, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში თბილისში დაიბადა. იგი საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ დასავლეთ ევროპაში ემიგრაციაში წავიდა. განათლება საზღვარგარეთ მიუნხენის, ლიონისა და პარიზის უნივერსიტეტებში მიიღო. გამოსაცნობი ადამიანი სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა კაიროში, სტრასბურგსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ მას ეკუთვნის 1959 წელს საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის დაარსება. გატაცებული იყო ალპინიზმით, რამაც შეიწირა კიდეც. დასასრულს გეტყვით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავზე დაჯილდოვდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით, რითაც საქართველოს ევროპულ ფასეულობებსა და მისწრაფებებს გაესვა ხაზი. ასწრებს ბრაზილია მერფის კანონს. ალექსანდრა ჯაფარიძე იყოს. ალექსანდრა ჯაფარიძე. კი, თეთრნუზე არის ჯაფარიძის მოწმეები ქვია ერთ-ერთი. ვიცი, მართალია, ეს რაც თქვი ყველაფერი მართალია, ოღონდ კითხვასთან ამ შემთხვევაში არ აქვს პირდაპირი კავშირი. ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის ალექსანდრა ჯაფარიძე და მერფის კანონს აქვს შესაბამისად უფლება რომ დააფიქსიროს თავისი ვერსია. არ მგონია, მაგრამ ვარლამ ჩერქეზიშვილი. ვარლამ ჩერქეზიშვილი, ასევე საინტერესო ვერსია, თუმცა არც ეს არის სწორი პასუხი, მეგობრებო. არა, არც ვარლამ ჩერქეზიშვილი.
ამ ადამიანს აქვს ერთგვარად ევროპეიზებული სახელიც და ქართული სახელიც. ეს არის მიხეილ მუსხელიშვილი, ანუ მიშელ მუსხელი. მიხეილ მუსხელიშვილი. გავაგრძელოთ. თამაში მეორე ქართული რაუნდი გეოგრაფია. გამოიცანით ტოპონიმი, რომელიც შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე აღმოსავლეთის ფრონეს ნაპირზე მდებარეობს. ქარელიდან 20 კილომეტრში. აქ არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება კიმერიელებისა და სკვითების კვალი. აქ ასევე აღმოჩენილია გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორები. ფეოდალური საქართველოს ერთიანობის ხანაში ადგილი ქართლის საერისთავოში შედიოდა. ხოლო შემდგომში ქსნის ერისთავთა სათავადოში. 1804 წლისთვის გამოსაცნობ სოფელში 8 კომლი ცხოვრობდა, რომელიც ფავლენიშვილების გვარს ეკუთვნოდა. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მდებარე ეს ტოპონიმი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც აგვისტოს ომის დროს არა, ისა, ავნეთი. ავნეთი? კი. პირველი ეგ დაიბომბა. ეს არ არის სწორი პასუხი, არა. ეს არა ავნეთი. გავაგზავნებ მერფის კანონისთვის ყურადღებით. ინტენსიურად დაიბომბა. 2013 წელს კი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულმა ეგრეთ წოდებულმა ბორდერიზაციამ დააზარალა. ისმენთ? სადახლო იყოს. სადახლო. ვერ გავიგე. სადახლო. სადახლო? კი. არა, არც ეს არის სწორი პასუხი. არც ეს არის სწორი პასუხი. გიორგი შენ ალბათ ავნევს გულისხმობ, ხო? მაგრამ არც ეგ იქნებოდა სწორი პასუხი. სხვა რა ვერსიები გქონდათ? ვიხსენებ სახას, მაგრამ ვერ მოხსენებ რაღაც სოფლი. კარგით. ეს არის დვანი. დვანი ვერ გამოვიცანით, თამაში კი გრძელდება. მესამე ქართული რაუნდი, კულტურა. გამოიცანით კინოსურათი, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში შეიქმნა. 1 წლის შემდეგ ფილმის პრემიერა საკავშირო ეკრანზე შედგა და დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებელსა და კინოს კრიტიკოსთა შორის. კინოსტუდია ქართული ფილმის მიერ გადაღებული ეს კინოკომედია შესანიშნავად გადმოსცემს 50-იანი წლების თბილისის კოლორიტს, იმდროინდელ ურთიერთობებსა და ესთეტიკას. ფილმის სცენარის ავტორი ალექსანდრე ვიტენზონი, ხოლო დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილია. მთავარ როლში ლეილა აბაშიძე გვევლინება და ასევე თამაშობენ თენგიზ მუშკუდიანი და გიორგი გეგეჭკორი. ფილმს მუსიკალურად სულხან ცინცაძე აფორმებს. სიუჟეტი მოგვითხრობს ენამწარე ქალზე. აბეზარა. კი. ენამწარე ქალზე, რომელიც რა პროფესიისაა თუ გახსოვთ? არ მახსოვს. არ გახსოვთ? არა, უბრალოდ სხვა რაღაცებში ჩავსვიდა. ავტომობილს მართავს მძღოლია და პროფესიაა მაგის? ხო, საქმიანობა. გადაამთავრა არ ვიცი უნივერსიტეტში. მაგრამ ფილმში ასე, ეს არის აბეზარა, ეს ექსენა მახსოვს. დეტალის მოზერდავა. ნიშნების ჩათვლის არ ვიცი. წიგნაკი. აბეზარა გამოვიცანით ლეილა აბაშიძის ცნობილი როლით, ორიქულა მოემატა ბრაზილიას და ზოგად რაუნდებსაც მივადექით. ხელოვნებაზე ვითამაშოთ, მოდით. გიორგი, მარიამ, პირველი ზოგადი რაუნდი, ხელოვნება. დაასახელეთ ხელოვანი, რომელიც მე-19 საუკუნეში დაიბადა გაზეთ ნაციონალის რედაქტორის ოჯახში. ქვეყანაში მიმდინარე რთული პოლიტიკური პრობლემების გამო ოჯახი პერუს დედაქალაქ ლიმაში გადავიდა. საინტერესოა, რომ 17 წლის ასაკში გამოსაცნობი ხელოვანი გემზე მესაჭედ მოეწყო და ინდოეთში იმოგზაურა. აღსანიშნავია, რომ იგი შთაგონების წყარო აღმოჩნდა ევროპული ავანგარდული ხელოვნებისთვის და ისეთი მხატვრებისთვის, როგორებიც პაბლო პიკასო და ანრი მატისი იყვნენ. ცნობილია, რომ სიცოცხლის ბოლო 10 წელი
ფრანგულ პოლინეზიაში გაატარა და აქტიურად ხატავდა ამ ტერიტორიით შთაგონებულ ნახატებს. ცოტა ხნით კი ქალაქ არლიში ცხოვრობდა ვინსენტ გოგენი. პოლ გოგენია ტაიტი იყო და ტაიტელი ხალები აქვს დახატული. აბსოლუტური ისტორია ნამდვილად. ეს არის პოლ გოგენი ტაიტიზე ცხოვრობდა. ტაიტის ხატავდა ხშირად იქაურ მოსახლეობას, იქაურ ბუნებას, მანამდე კი ვინსენტ ვან გოგთან ერთად არლიში ცხოვრობდა და მეგობრობდნენ იმ პერიოდში ისინი. სწორია, მეცნიერების რაუნდზე გადავიდეთ. თეგა, მარიამ, მეცნიერების რაუნდს წარმოგიდგენთ PSP. მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება. ადამიანი, რომელიც უნდა გამოიცნოთ, მე-18 საუკუნის დასაწყისში დაიბადა, შვედეთში. მეცნიერმა მამის გზა გააგრძელა და უფსალას უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. 1730-იან წლებში აქტიურად მოგზაურობდა გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში, სადაც ეწვია ევროპის მთავარ ობსერვატორიებს. სწორედ მის სახელს უკავშირდება უფსალას ობსერვატორიის დაარსება. საინტერესოა, რომ დამოუკიდებლად შეიმუშავა შკალა, რომელიც მოგვიანებით კარლ ლინემ დაარედაქტირა და საკუთარ სათბურებში იყენებდა. ცელსიუსი. ეს არის ანდერს ცელსიუსი, ეს სწორი პასუხია. ჩვენც დღემდე ვიყენებთ ცელსიუსის შკალას, მსოფლიოს ნაწილი, ის ნაწილი, რომელიც არის ფარენჰაიტი გერმანელია და მარინკალფი გავხსენე. კი ბატონო, კი ბატონო. სპორტის რაუნდზე გადავიდეთ. ლუკა, გიორგი, მესამე ზოგადი რაუნდი. სპორტი. გამოიცანით სპორტული კოლექტივი, რომელიც ოფიციალურად მე-19 საუკუნის ბოლოს შეიქმნა. კლუბის ჩამოყალიბება ბრიტანელთა, ძირითადად შოტლანდიელთა და ესპანური წარმომავლობის ახალგაზრდა ჯგუფის სახელს უკავშირდება. კოლექტივი არსებითად ესპანური 1905 წელს გახდა. ანდალუსიის გუბერნატორის ხელშეწყობით. საინტერესოა, რომ ესპანეთში უძველეს კლუბად ითვლება. გუნდის საშინაო თამაშებს რამონ სანჩეს სევილია. ეს არის სევილია, ეს სწორი პასუხია. ნამდვილად რამონ სანჩეს პიცხუანი არის სევილიას სტადიონი, ასეაც ცნობილი და სევილია არის ნამდვილად ეს კლუბი, რომელსაც რეკორდი ეკუთვნის ევროპა ლიგის ჩემპიონობით, ხო? ეხა ვარდება პროსტ. ხო, დრონი მეფობენ და არა სევილია. ასე თუ ისეა, ზოგადი რაუნდები გავიარეთ, მეგობრებო. წინ გვაქვს, რა თქმა უნდა, ბლიცის ეტაპი, რომელსაც ვითამაშებთ, მანამდე, რა თქმა უნდა, ვნახავთ ვიდეო რგოლსაც და ასევე მანამდე შეგახსენებთ, რომ წიგნების თაროს 22 სეზონის პარტნიორია PSP და ასევე ჩვენი პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი. მოდით ვნახოთ ვიდეო რგოლი. ქართული წარმოშობის პოლიტიკოსი და მეცნიერი მიხეილ მუსხელიშვილი 1903 წელს თბილისში იბადება. საქართველოში არსებული დაძაბულობის დროს 1921 წელს ემიგრაციაში მიდის და განათლებას საზღვარგარეთ იღებს. გარკვეული დროის განმავლობაში ეგვიპტეში ცხოვრობს და დედაქალაქის ფუადის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს. მას გერმანიაში, შვეიცარიასა და სკანდინავიის ქვეყნებშიც კი იწვევენ. მთელი ცხოვრება ალპინიზმი იტაცებს და 1964 წლის 11 ივლისს ვალედაოსში საუნივერსიტეტო ექსპედიციის დროს იღუპება. იგი ერთიანი ევროპის შექმნას ევროკავშირის ჩამოყალიბებამდე უჭერს მხარს. სწორედ ამ იდეის მატარებელი მოაზროვნის დასაფასებლად გარდაცვალების შემდეგ ჯილდოვდება ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით. ციგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. ვაგრძელებთ ციგნების თაროს, ბლიცის ეტაპს მივადექით, როგორც იცით და გიორგი და გიორგი ითამაშებენ ბლიცს ერთმანეთის პირისპირ. წინ არის ბრაზილია, ამიტომ უნდა ვკითხო ჯერ გიორგის ანიკიძეს. ვითამაშოთ? სადურ, ვითამაშოთ. დავიწყოთ ბლიცი გიორგისთან. დავიწყოთ. სადავრი მწერალია პიტერ კერი. ავსტრალიელი. სწორედ რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ნიკოლაი გოგოლი? მე-19. სწორედ ტოლკითარ არსება აზოგი? ორკი. სწორედ ვის წიგნია დაგვიანებული ახალგაზრდობა? შემდეგი. ოს ვის რომანია მდგმური? კაშხალზე. სწორედ დარჯებში რა სახელით ვიცნობ ჯონ ოსტერმანს? დოქტორ მეხიტენი. სწორედ ჯორჯ ორუელის პატივი? კატალონია. სწორედ რომელ საუკუნეში გამოიცა ნიუ-იორკული ტრილოგია? მე-20. სწორედ ვის პერსონაჟია ალექს პორტნოი?
შემდეგი. როთის რომელ ქვეყანაში ვითარდება ჰამლეტის მოქმედება? დანია. სწორედ ტვენთან რომელ ქალაქში ცხოვრობს ტომ სოიერი? პეტერბურგი. სწორედ ვისი პოემაა ბახტრიონი? ვაჟა. სწორედ მაცუკოსთან რა ქვია ვიტას ძმას? მელანია. დიამანტი სადავური მითოლოგიაში გვხვდება ოსირისი? ეგურტურ. სწორედ როგორია ბუსა და ხედაიათის წიგნის სათავე? სწორედ ვისი ლექსია მე პატარა ქართველი ვარ? დუტუ აგრელი. სწორედ ჰაგიოგრაფიაში რა ერქვა შუშანიკის მამას? არშუშა. ვარდანი ვისი ციგნია მეროს სიცოცხლე? ხარდიშვილი. სწორედ იტალო კალვინოს ობობას ბუდეების? ბილიკი. სწორედ ვისი პერსონაჟია პინოქიო? როდარი. კოლოდის სადავური ნობელიანტია პეტერ ჰანკე? ავსტრიელი. სწორედ როგორია რუკა კობოავესთან? დამწვარი. სწორედ კომიქსების რომელი კომპანიის გმირი არკინის მუშტი? DC. მარველი დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და გიორგიმ დააგროვა 17 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები გიორგის. 17 სწორი პასუხი. მე კი ვინაცვლებ ახლა ასევე გიორგისთან, ოღონ ჯუღელთან. გიორგი, დავიწყოთ? Ja. დავიწყოთ ბლიცი გიორგისთან. დავიწყოთ. სადავური მწერალია სინკლერ ლუისი. ავსტრალია. ამერიკელი, რომელსაც საუკუნეში მოღვაწეობდა ივან ბუნინი. მეოცე. სწორედ ტოლკინთან არსება არვენი. ერთი. სწორედ ვის წიგნია სიკვდილი შუა ზაფხულში? შემდეგი. მიშიმას ვის წიგნია არკინის თეატრი? ჭილაც. სწორედ დარაჯებში რასხელი თვითონ ვლატერ კოვარჩს? როშახი. სწორედ ჯორჯ ორუელის ბირმული? დღეები. სწორედ რომელ საუკუნეში გამოიცა არასოდეს გამიშვა? 21. სწორედ ვის პერსონაჟია ჰარი ანგსტრომი? შემდეგი. აბდაიკის რომელ ქალაქში ცხოვრობენ რომეო და ჯულიეტა? ვერონა. სწორედ ლინდგრენთან რომელ ქალაქში ცხოვრობს კარლსონი? სტოკჰოლმი. სწორედ ვისი პოემაა სადღერძელო? ორბელიანი. სწორედ ამანიტისთან რა ქვია ლორენცოს დას? შემდეგი. ოლივია სადავური მითოლოგიაში ხვდებით ბიფროსტის ხიდს? სკანდინავია. სწორედ მარგარეტ ეტვუდის ბრმა? მკვლელი. სწორედ ვის ლექსია გაზაფხული შემოსულალენ? ლებანიც. სწორედ ჰაგიოგრაფიაში რა ერქვა ვარსკენის მამას? შემდეგი. არშუშა ვის წიგნია ვასოფელო? არსენიშვილი. სწორედ ისმალ კადარეს სიზმრების? სასახლე. სწორედ ვის პერსონაჟია ჩიპოლინო? როდარი. სწორედ სადავური ნობელიანტია თომას მანი? გერმანელი. სწორედ როგორია ვალსი მილან კუნდერასთან? ნელი. გამოსათხოვარი კომიქსების რომელი კომპანიის გმირია კიბორგი? მარველი. DC ვისი ლექსია მემენტო მორი? გრანელი. სწორედ ვის პერსონაჟია ვასილ კეჟერაძე? დოჩანაშვილი. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და გიორგიმ დააგროვა 18 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები გიორგის და დაბრუნდით მოთამაშეები, რომ გამოვაცხადოთ საბოლოო ანგარიში. საბოლოოდ ანგარიშით 37-23 იმარჯვებს ბრაზილია და გადადის მეოთხედფინალში, რაც ისედაც ნათელი იყო, მაგრამ გადადის მეოთხედფინალში პირველი ადგილით. გილოცავთ მეგობრებო, აბსოლუტური შედეგი დააფიქსირეთ ქვეჯგუფში და იღა დაგვრჩენია, რომ წარმატებები გისურვოთ შემდეგ ეტაპზე. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ფეერიულ თამაშს შემოგთავაზებთ მეოთხედფინალშიც. აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ ბრაზილიას. და მხურვალი აპლოდისმენტები გუნდს, რომელიც დებიუტანტია ამ სეზონში და მიუხედავად ამისა ვიხილავთ მათ მეოთხედფინალში. მერფის კანონი, მე ვიტყოდი, რომ ამ სეზონის აღმოჩენა არის ეს გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ მეოთხედფინალში ძალიან კარგი თამაში გექნებათ და გისურვებთ წარმატებებს. კიდევ ერთხელ მხურვალი აპლოდისმენტები მერფის კანონს. გემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მაგრამ არა დიდი ხნით, იმიტომ რომ შევხვდებით ერთმანეთს წიგნების თაროში, ამისთვის თქვენ უნდა უყუროთ ჩვენს შოუს და უნდა უგულშემატკივროთ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. ვერ მასწავლი ჭკუას, მასწავლი ჭკუას, მასწავლი მე. ვერ მასწავლი ჭკუას, მასწავლი ჭკუას, მასწავლი